მოგესალმებით. დღეს გავაკეთებ საჯარო გაშლას ცოტა უჩვეულო შეკითხვაზე. შეიძლება ზოგიერთისთვის ნაცნობი იყოს ეს თემები, ზოგიერთისთვის შეიძლება სიახლე. მოკლედ შეკითხვა იქნება ესეთი: გყავთ თუ არა სახლში დამავოი და როგორ არის ის განწყობილი თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ? დამავოის ქართული შესატყვისი სამწუხაროდ არ მახსენდება და თუ ვინმე იცით, შეგიძლიათ დამიწეროთ, ძალიან გამახარებთ. მე თვითონაც ამ ტერმინით ვიცნობ, იმიტომ რომ დამავოის ასე ვთქვათ, შესახებ ინფორმაციები უფრო მეტად გვხვდება სლავურ კულტურებში, სლავურ ქვეყნებში. ქართულ კულტურაში ამას ვეძახით როგორც ფუძის ანგელოზს, მაგრამ ფუძის ანგელოზს უფრო სხვა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დამავოის. დამავი უფრო სხვა, საერთოდ უფრო ასტრალური წარმონაქმნია და თითქმის ყველა ოჯახშია. დამავი არის ზუსტად ისეთი ხასიათის, ოღონდ ეს ხასიათი ბრჭყალებში, როგორი ფსიქოემოციონალური განწყობის ხალხის ცხოვრობს იმ სახლში, სადაც ეს დამავოი დასახლდება და დაბინადრდება. ესეა მიჩნეული, რომ დამავოი არის მოვლენილი იმისთვის, რომ თავისი ეს ცოდვები გამოისყიდოს, ასე ვთქვათ, და ამიტომ ემსახურებიან იმ ოჯახს თავისი კეთილინებით. იმისთვის, რომ დააგროვონ, ასე ვთქვათ, თავიანთი პოზიტიური გამოცდილებები და მიიღონ კიდევ ერთი შანსი. ამიტომ დამავოი რელიგიურ ნივთებსა და ატრიბუტებს მაინც და მაინც არ ემტერება, მაგალითად ხატებს, სანთლებს, ან თუნდაც სხვა რელიგიურ ატრიბუტებსაც, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება რომ ხვდებოდეთ, ხო? არ ემტერებიან, მაგრამ დიდად ახლა მაინც და მაინც ინიციატივას საერთოდ ხოლმე ამ ყველაფერთან კავშირისას უფრო მეტად საყოფაცხოვრებო საქმიანობებში ერევიან ხოლმე და ზოგჯერ თუ კეთილგანწყობილია დამავოი ოჯახის წევრების მიმართ, ეხმარება კიდეც მეპატრონეს იმაში, რომ სახლს იცავს მაგალითად ქურდებისგან, იცავს ხანძრისგან, მაგალითად სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში, უშუალოდ აი ცხოველებთან მიმართებაში განსაკუთრებით უყვართ ცხენები და აი დამავოის სახლში ყოფნის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ აი თავლაში ცხენს რო დატოვებენ, დილით შეიძლება ფაფარი ცხენს კონდეს მაგალითად დაწნული, ესეც ერთ-ერთი ნიშანია. ნუ ახლა თავისი ხასიათით ეს დამავოები ისევ როგორც ადამიანებს სხვადასხვა ბუნების ხვდებიან და თუ გაბრაზებულია ეს დამავოი, შეიძლება სახლში იკარგებოდეს ან ტყდებოდეს ნივთები. თუ არ აქცევთ საკმარის ყურადღებას, ასეთი ფორმით შეიძლება ცდილობდეს თქვენს, ასე ვთქვათ, ყურადღების მიპყრობას, რომ თქვენთვის საჭირო და გამოსადეგარ ნივთებს გიმალავდეთ. და მოკლედ ესეთი საინტერესო არსებები არიან. მონავრები მე ვიტყოდი. და ახლა კიდე ეს არის იმის და მიხედვით თუ რა ასაკის დამავოი ეს სახლში, იქცენ ხოლმე შესაბამისად, ანუ ესე ახალგაზრდა დამავოები უფრო ანცები არიან, ძალიან უყვართ ტკბილეული და ამიტომ სასურველია თუ კი საღამოობით ერთ ჭიქარძეს, პურს, ტკბილეულს დაუტოვებთ ხოლმე. ოღონდ ეს რძე და ეს ტკბილეული, რასაც დატოვებთ, მე თქვენ აღარ უნდა გამოიყენოთ. ანუ თუ გაქვთ შესაძლებლობა, შეგიძლიათ მე ეს მიიტანოთ და ახის ძირში დატოვოთ. თუ არა და უბრალოდ თქვენ ეს ამ შემთხვევაში მაგალითად ახლა ნუ ის რძე გადაასხათ, ანუ თქვენ ის აღარ უნდა გამოიყენოთ რა. ეხლა გავაკეთებ გაშლას, ძალიან ვერ გამიგრძელდეს სიტყვა.
აბა თქვენ სახლში ყავთ თუ არა დამავოი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და როგორ არის განწყობილი თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ. პირველი, მეორე, მესამე. პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს ლაზურიტი. მეორე ვარიანტისთვის იყოს ციტრინი. მესამე ვარიანტისთვის იყოს სელინიტი. დროებით გადმოვწევ და პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, აბა თქვენთან რა პასუხია. მე ვფიქრობ, რომ კი, რა თქმა უნდა, გყავთ თქვენს ბუძის ანგელოზი, დამავოი, მოდის დავარქვათ. რაც შეეხება შეკითხვას, როგორ არის განწყობილი თქვენთან მიმართებაში და მაინც ახლა დადებით და თბილი ურთიერთობა არ უნდა გქონდეთ. თვითონ ის ფაქტი, რომ მას შეიძლება ყურადღებას არ აქცევდეთ, უკვე მისთვის დიდი დისკომფორტია. ახლა თვითონ ესე აღგიქვავთ, რომ თქვენ მის შესახებ არაფერი არ იცით, ვერ ხედავთ, ვერ აღიქვავთ და უბრალოდ თვითონ შემოყურებთ ხოლმე შორიდან და სხვათა შორის რატომღაც შეიძლება გქონდეს ეგეთი განცდა და თვითონ ესე ხედავთ, რომ თქვენ ხართ ახლა რაღაცა ხელფეხშეკრული, თითქოს რაღაცები წინ ვერ მიგყავთ. აი თუნდაც სახლში შეიძლება რამეს შეკეთება გინდოდეთ, რაღაცის შეცვლა და აი რაღაცნაირად ვერ ახერხებთ, ვერ მოაბით თავი და ბოლო. რაღაცას ვერ აორგანიზებდით. მისი აღქმით ახლა და ამ მომენტისთვის თქვენ ასეთი ხართ. ყოველ შემთხვევაში ესე გხედავთ. რატომ ახლა ეს ქურომი ქალი რა მინდოდა? ხო, მე ვფიქრობ, რომ აი ამ ჩემს რჩევა დარიგებებსაც თუ გაითვალისწინებთ, როგორც მაგალითად წეღან მოგახსენეთ, გულისხმობ იმას, რომ უშუალოდ მას დაუტოვებთ ხოლმე, უბრალოდ აი რაღაცა ვაზაში ჩაყარეთ ტკბილეული, ერთი ნაჭერი პური, რძე, აი რაღაცა სიმბოლურად. თქვენ შემთხვევაში დამავოი თქვენ. კი ბატონო. აი უფრო სასმელის სახით შეგიძლიათ დატოვოთ ხოლმე. გნებავთ რძე, გნებავთ ალკოჰოლით შეიძლება. სიმბოლურად ერთი ჭიქა დაუდგით უბრალოდ. ეხლა ვიღაცებმა შეიძლება კომენტარებში დამიწერონ რაღაც საინტერესო კრიტიკული ტექსტები, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს არ გჯერათ, შეგიძლიათ უბრალოდ ასკროლოთ, ხო? მოკლედ თქვენ შემთხვევაში ესეა, რომ თქვენ თუ ახლა ამ ყველაფერს გააკეთებთ, მის კეთილგანწყობასაც ბევრად მოიპოვებს და ბევრად დაგეხმარებათ თვითონაც იმაში, რომ თქვენ სახლში არსებული ეს თუნდაც სარემონტო საკითხები, თუნდაც გაფუჭებული რაღაცები რაც იქნება. მოკლედ ეს არის თავისი ხასიათის მქონე რაღაცა სუბსტანცია, ხო, ესეთი ასტრალური. და ცხოვრობთ თქვენთან ერთად ერთ სივრცეში, ერთ გარემოცვაში, შეიძლება ფიზიკურად მას ვერ ხედავთ, მაგრამ ისიც არსებაა, ხო? ეხლა როგორც შინაურ ცხოველზე ძალზე კატაზე იზრუნებდით, ხო? იზრუნოთ უნდა მასეც. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მას და მისი მხრიდანაც მე მეტი კეთილგანწყობა გექნებათ და თქვენ სახლშიც უფრო მეტი დაცულობა და სიმყურევე იქნება ეს დამავოი. საკმაოდ კარგი დამცველი და მფარველი შეიძლება იყოს.
ოჯახისთვის, თუ კი მისი კეთილგანწყობა გაგაჩნიათ. Ну, ძირითადად უფრო მაქსიმუმ 70 წელი, რომ ემსახურონ იმ ოჯახსა და გვარს. Ну, ეხლა გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ის შევიფიქრეთ ეს ციტრინი, თქვენი დამავროი. საინტერესოა. Ну, თვითონ მისი კეთილგანწყობა გააქვთ უშუალოდ თქვენს და თქვენს ოჯახის წევრებს, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად უფრო სხვათა შორის ამ ვარიანტში მგონია, რომ აი სოფლის სახლი რო ცარიელია და თქვათ ადამიანები რო გადაცხოვრებული არიან სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, უფრო მეტად ესეთი ხალხი შეიძლება რომ მიყურებდეთ ახლა მეორე ვარიანტში, იმიტომ რომ აი თავს თითქოს მარტო გრძნობს თითქოს თითქოს ის და თქვენ ხართ რაღაცა ცალ-ცალკე. თითქოს მას უწევს მარტო ამ სახლის ამბებს, ну ხა, როცა ვამბობ სახლის ამ პროცესებში ჩართულობას, ახლა მე არ გულისხმობ იმას, რომ თქვენს მაგერად ადგეს და დაგვა დაიწყოს, ხო? მე აქ ვსაუბრობ უშუალოდ იმ ენერგეტიკულ დაცვაზე, რასაც მოიაზრებს მაგალითად ის, რომ აი ეს ბოროტი ადამიანები, ვთქვათ, ვისაც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის იკეთე რო არ უნდა რაღაცნაირად, თუნდაც აი თქვენამდე არ მოუშვას და ასე შემდეგ. Ну, რაღაცნაირად აი თითქოს შორეულია, თითქოს დისტანცირებულია თქვენგან, ანუ თქვენ კი გყავთ საკმაოდ კარგი და კეთილგანწყობილი დამავოი, მაგრამ ერთად არ ხართ. Ну, ეს მისი განცდა. ან მაგალითად ქალბატონები თუ ხართ და ვთქვათ თუ დაქორწინდით და შეიცვალეთ ხო სახლი. ერთიდან მეორეში თუ გადაცხოვრეთ. აი უშუალოდ მოგდეთ თქვენი სახლის დამავოი რაც იყო, ხო, აი მასთან მიმართება, ანუ მას აქვს უფრო მეტად თქვენი ნოსტალგია შეიძლება ესე დავარქვათ, ამიტომ როცა მოხდებით ამ თქვენს ბავშვობის სახლში, შეგიძლიათ გამოხატოთ ხოლმე რაღაცა სიმბოლურად, რაღაცა ხილი დაულაგოთ მაგალითად, ყველი, ზოგადად რძის პროდუქტები, ტკბილეული, ხილი, ესეთი რაღაცები. უბრალოდ აი საღამოს დატოვეთ ამ თქვენს დამოვოისთან. ну რაღაცა ერთ-ერთზე დაალაგეთ რა. ძალიან მარტივი ამბავია უბრალოდ. უნდა მოინდომოთ ეგ თუ სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. თორემ მისი კეთილგანწყობა თქვენ გაქვთ, უბრალოდ არ ხართ ხშირად მასთან და ამას განიცდის. ეხლა მესამე ვარიანტი, ვინც მესამე აი ეს სერინდის კრისტალი ჩაიფიქრეთ. სწორო. ხო, აქ ყველაფერი არის ძალიან მშვიდობიანი, ძალიან დალაგებული. მინდა რომ დაგანახოთ არკანი. აქ ხედავთ, ну ეს კაცი ხო არის ეს თავის ხილი. აი ამ პაწაწინა არსებებს ხედავთ. აი აქ. ну ხლა ამ დასტანზე კი ცოტა სხვა შინაარს და ცოტა სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გონი ახლა გამოჩნდება ფოკუს ვერ ვასწორებ. აი აქ უნდა ჩანდეს წესით. კი ბატონო.
დამოვიყავთ თან ძალიან კეთილგანწყობილი, იმიტომ რომ ზოგადად თქვენ ოჯახში გაქვთ საკმაოდ ჰარმონიული და საკმაოდ მოსიყვარულე ბუნების ადამიანები უნდა ცხოვრობდეთ ერთმანეთთან ურთიერთპატივისცემა რო აქვთ წყვილსაც, მშობლებსაც და შვილებსაც თუ ბებია და ბაბუაც გყავთ ხო საერთოდ მოკლედ რაღაცა თქვენს ოჯახში ტრიალებს ძალიან სიყვარულითა და პატივისცემით სავსე გარემო და ასეთ გარემოცვაში ეს თქვენი დამავოებიც ბევრად უფრო თბილები, უფრო მზრუნველები არიან, თვითონაც კმაყოფილები არიან იმ ოჯახით, სადაც მოხსნენ და ვისაც ასე ვთქვათ, ემსახურებიან. ნუ აი ამ შემთხვევაში ძალიან დადებითი პასუხი ამოვიდა. აი პირველ და მეორე ვარიანტთან საჭირო იყო უფრო მეტად ყურადღების მიქცევა და აი თქვენს შემთხვევაში მომწონს ძალიან კარგი პასუხია, მაგრამ ახლა ამან ყურადღება არ უნდა მოგადონებინოთ, მაინც გააკეთეთ ხოლმე პატარა პატივის საცემი, მცირედი ერთგვარი აბლა. კი ბატონო. ნამდვილად. ყველაზე მეტად მე მაინც მესამე ვარიანტი მომეწონა ახლა ამ გაშლებიდან. ყველაზე დადებითი პასუხია. ნამდვილად კარგად იცავს თქვენს ოჯახს. ზუსტად ზედმიწევნით ასრულებს თავის საქმეს, რაც ევალება. და თვითონაც ძალიან კმაყოფილია იმ გარემოთი, სადაც არის. და ჩემი რჩევა იქნება მესამე ვარიანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ რაიმე მიზეზით მოგიწევთ სხვა ქვეყანაში გადაცხოვრება. ხო, ნუ რაღაცა პირადი მიზეზით, მაგალითად სამსახურის სიცილით სასწავლებად მიდიხართ, რაღაც, ნუ რა ვიცი, ამ შობა. თუ კი ესეთი შემთხვევა გექნებათ, ძველი ჩექმა დატოვეთ ოთახში საღამოს, სანამ გადაბარგდებით და ეს ძველი ჩექმა წაიღეთ მერე იმ ახალ სახლში. ასეთი გადასმის, ასე ვთქვათ, და გადასაყვანი რიტუალი არსებობს სახლიდან სახლში დამავოის, იმიტომ რომ თქვენ გყავთ ძალიან კეთილგანწყობილი დამავოი და ეს დამავოი აი ძალიან უხეში შედარებაა და შეიძლება ვინმე მითხრას, რომ არასწორი შედარებაა, მაგრამ აი როგორც შინაური ცხოველს ხო არ დატოვებდით ესე ცალკე მარტო სახლში, ხო? ესევე არ უნდა მიატოვოთ თქვენი დამავოიც და მით უმეტეს ასეთი კეთილგანწყობილი დამავოი, ამიტომ რა ვიცი. თუ კი ოდესმე დაგჭირდებათ, შეგიძლიათ რომ გაითვალისწინოთ. ახლა დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511-14-91-78. ახლა გემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, გელოდებით კომენტარებში, ლაიქებში და მომატებულ გამომწერებში. ნახვამდის.